אזרחי ישראל, כמעט עשור עבר מאז החלו החקירות נגדי. ისრაელის მოქალაქენო, თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სასამართლო პროცესი უკვე 6 წელია მიმდინარეობს და როგორც ჩანს, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. სასამართლოში თანდათან ცნობილი ხდება, რომ ჩემს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებია წაყენებული. ისიც აშკარაა, რომ მათი მტკიცებულებები წარმოდგენილია სამართლებრივი ნორმების დარღვევით. ჩემი პირადი ინტერესი იყო და რჩება ის, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს და ყველა ბრალდებაზე სრული გამართლება მივიღო. თუმცა უსაფრთხოება და დიპლომატიური რეალობა ასევე ეროვნული ინტერესი სხვა გადაწყვეტილებას მოითხოვს. ისრაელის სახელმწიფო ერთდროულად უზარმაზარი გამოწვევებისა და დიდი შესაძლებლობების წინაშე დგას. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის საჭიროა ეროვნული ერთიანობა. სასამართლო პროცესის გაგრძელება შიდა დაპირისპირებას აღვივებს. კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოებრივ პოლარიზაციას და ზრდის განხეთქილებას. დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი ქვეყნის ბევრი სხვა მოქალაქე, რომ სასამართლო პროცესის დაუყოვნებლივი დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებდა დაძაბულობას და ხელს შეუწყობდა იმ შერიგებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე ძლიერს სჭირდება.